კომპოზიტორთა სახლში იამა ისაიას შემოქმედებითი საღამო მოეწყო. ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 2 სახსაზრდელებმა კომპოზიტორის სიმღერები და საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს. ბავშვები ხშირად იღებენ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს მათ შემოქმედებით განვითარებას. ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 2 ყოველწლიურად აწყობს ქართველ კომპოზიტორთა პოპულარიზაციისათვის საღამოებს. გადავწყვეტეთ ქალბატონი იამა ისაიას საღამო მოგვეწყო. ჩვენმა ბავშვებმა მიუძღვნეს ქალბატონ იას შვენიერი ლექსები. ნებისმიერი ურთიერთობა ამ სკოლასთან ჩემთვის სულიერი ოაზისია და ბედნიერება. მართლაც საოცარი საღამო ჩაატარეს დღეს. ამისთვის პედაგოგებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომ ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული მოაწყვეს. კარგია, რომ თბილისში არის ადგილი, რომელიც აფხაზეთს მოგაგონებს. მე შევასრულე იამა ისაიას სიმღერები. დედული და მამული. ჩემი აზრით იამა ისაია ძალიან კარგი კომპოზიტორიც და ხელოვანიც არის. იამა ისაია არის ძალიან კარგი ადამიანი პირველ რიგში, შემდეგ ძალიან კარგი კომპოზიტორი. მას აქვს ძალიან კარგი სიმღერები და ჩემთვის დიდი პატივია მის სიმღერებს ვასრულებ. მე პირადად ვასრულებ ქალი მაინც ქალი. ჩვენი სკოლის შემოქმედებაში ხშირად ბრუნავს, ასე რომ ვთქვათ, იამა ისაიას სიმღერები და გვინდოდა რომ ეს ყველაფერი შეგვეკრა მთლიანობაში და ჩემი აზრით ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის და მართლაც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს მისი სიმღერები. ერთი სიმღერა არის აფხაზეთ, რომელსაც 8 წელია უკვე მღერი ვარ, სკოლის ჰიმნივით არის.